მოგესალმებით, დღეს 21 მარტია. ქალბატონებო, თუ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით მომისმეთ, მერწმუნეთ, არ გაგიჭირდება თქვენი მომავალი მეორე ნახევრის არჩევა. თუ თქვენი რჩეული ვერძია, დაიმახსოვრეთ, მას არ უყვარს ქალები, რომლებიც თავად იჩენენ ინიციატივას. თუ ვერძის დაკარგვა გინდათ, თანაც სამუდამოდ მაშინ გადადით მასთან შეტევაზე და ისე აორთქლდება თქვენი ცხოვრებიდან თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ. სამაგიეროდ თუ ნაზი, სიფრიფანა, დაუცველი და საყვარელი იქნებით ვერძი თქვენგან, არასოდეს არ წავა. თუ ყურა მოხდა თქვენს მოსანადირებელ სამიზნეებს შორის, მაშინ სასწრაფოდ შეიძინეთ კულინარიის კარგი წიგნი. ან სულაც კულინარიის შემსწავლელ კურსებზე იარეთ. ცნობილი გამოთქვა მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე გადისო, ან კურო მამაკაცზე უთქვამთ, ან თავად კურომ გამოიგონა. თუ ტყუპის მიმართ გაგიჩნდათ სიმპათია, თქვენ კი ამ დროს მორცხვი და ნაკლებად კონტაქტური გოგონა ბრძანდებით, სასწრაფოდ უნდა ივარჯიშოთ სითამამეში და არც ინტელექტის გაღრმავება გაწყენდათ ის. ტყუპი კაცი მუდოს და გაუნათლებელს თავის გვერდით ვერასოდეს აიტანს, თუნდაც ქალი სექს სიმბოლოთა კატეგორიაში გადიოდეს. კიჩხიბი მამაკაცები იმ კაცების რიცხვს განეკუთვნებიან, ვისაც დაბადებიდანვე ცოლი მოყავთ ან სურვილი აქვთ ამის. ასე რომ მთავარია დედამის და მის მრავალრიცხოვან ნათესაობას მოაწონოთ თავი და ჩათვალეთ თავი ქუჩში გაქვთ. თქვენი კავშირი ხელზე ბეჭდი და მენდელსონის მარშით დასრულდება. აი რა შეეხება ლომს. კაცმა რომ თქვას ლომის მოხიბლას რა უნდა? ლომი ხომ იმისთვის დაიბადა, მისით ყველა ქალი იხიბლებოდეს, თუ მზად ხართ გამუდმებული ახტაცება და ოვაციები არ დაიშუროთ ლომის მიმართ. ჩათვალეთ, რომ ძალიან მალე დაიკავებთ საპატიო ადგილს მის მხურვალე გულში. გაინტერესებთ, როგორ მოაწონოთ მამაკაც ქალწულს თავი, მოწესრიგებლობით, არაქარაფშუტული საქციელი და ნაკლები ინიციატივიანობით. თორემ თუ თქვენგან ოდნავ მეტი დაინტერესება იგრძნო, ეგრევე თავის გაპრიალებულ ქუდს დაიხურავს და უკან მოუხედავად გაიქცევა. არც სასწორი კაცი უქნია მაინც და მაინც ღმერთს დიდად. იცოცხლე გარეგნულად კი სიმპათიურად გამოიყურებიან ხასიათიც ძალიან კარგი აქვს. მაგრამ როცა თქვენი ვარცხნილობა, ჩაცმულობა ან ზედმეტად მძაფრი სუნამო არ მოეწონება, ისეთ უხასიათობას გამოამჟღავნებს, ეჭვის სერიოზულად შეგეპარება თქვენს გემოვნებაში. მორიელმა თუ მოხიბლად, ნამდვილად არ გამიკვირდება. მაგრამ სანამ ჯერ მხოლოდ მოხიბლის პროცესში ხართ, ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ ამ კაცის პერიოდულად აუტანელ ხასიათის შესახებ. თორემ მერე ისე მიგაგიპნოზებთ, არანაირი რჩევები და გაფრთხილებები აღარ გიშველით. ძალიან ძნელია, რომ მხიარული, კეთილი და ოპტიმისტი მშვიდოსანი კაცი არ შეგიყვართ. თუმცა მას არ შეუძლია მხოლოდ ერთი ქალით დაკმაყოფილდეს, ამიტომ ამას თავიდანვე უნდა შეეგუოთ. სხვა მხრივ მხიარულება და თავგადასავლები მის გვერდით გარანტირებული გაქვთ. დიდი ამბავი ეხლა თუ ლამას ქალბატონს გააყოლა ხანდახან თვალი და გულიც ხშირ შემთხვევაში. სანაგეროდ თუ ოჯახის მუჭუჭთა ცხოვრებაში სალი კლდესავით მყარ საყრდენს ეძებთ, თქვენ ამას თხის რქა მამაკაცში აღმოაჩენთ. თხის რქის დაკარგვა თუ არ გინდათ, არასოდეს იკუნტრუშოთ თქვენ ჭკუაზე და მის ჯიბზე, არასოდეს გახდეთ მასზე ფინანსურად დამოკიდებული და არასოდეს გააკრიტიკოთ იგი, თორე გირქებთ. მერწყული მოგწონთ, ერთი ამიხსენით სად მოასწარით ამ კაცის მოწონება. მერწყული კაცი ყველაზე დაცენტრილი კაცების რიცხვს განეკუთვნება. მან არასოდეს არ იცის წინ რა იქნება, დღეს ალთასაა, ხვალ ბალთასაა, ზეგ შეიძლება საერთოდ მარსზე გაფრენა მოინდომოს და თქვენ ცოლად მოყვანაზე 100 წელი არ დაფიქრდება. არასოდეს დაგემოთ მომავალი და მხოლოდ სპონტანური გადაწყვეტილებებით იცხოვრეთ. რაც შეეხება თევს მამაკაცებს, ისინი ნაკლებად უნდა აკრიტიკოთ, რბილად მოეპყრათ, დაუყავოთ, მოკლედ მოამზადეთ მათთვის ერთი კარგი აკვარიუმი და საკუთარი თავისთვის ბევრი ვალერიანის ტაბლეტები. დამიჯერეთ გამოგადრება. ბეკეკა, პატარა ბეკეკა. შენ და გავიკუდე იბიობად.